დღეს გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დღუმილის დღე გქონდა. მას შემდეგ რაც New York Times-მა უპასუხა, რომ მისი ინტერვიუ აბსოლუტური სიზუსტით გამოაქვეყნეს და ეს ყველაფერი დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, რომელიც სიმართლისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. დავით რაზმაძე New York Times-თან ინტერვიუში ქართველ სამხედროებს სააკაშვილის ხულიგნებად, რუს ჯარისკაცებს კი მშვიდობის მყოფელებად იხსენიებს. სკანდალისა და მისი იმპიჩმენტის საკითხის წამოჭრის შემდგომ რაზმაძემ უკან დაიხია. New York Times აბრალებდა ინტერვიუ დამემახინჯესო. ესაა ივანიშვილის რეჟიმის ყოველდღიური სიახლეები, რუსების მაამებლური განცხადებები და ქმედებები, ჯარისკაცების შეურაცხყოფა, მტრის მოყვარედ გასაღება, უდანაშაულო ადამიანების სინდისის პატიმრების ციხეში გაშვება. ამ ქვეყანაში ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ყოფნის შანსს მოქალაქეები ინარჩუნებენ მხოლოდ, რომლებიც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევენ და პროტესტის ტალღას არ წყვეტენ. გიორგი იმედაშვილია ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, ვადნო გიორგი. გამარჯობა. დავიწყოთ თემით, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გამქრალია არენიდან საკრებულოს თავმჯდომარე გორის, რომელმაც წარმოუდგენელი განცხადებები გააკეთა გუშინ, რომ შევხედოთ ამას სამართლებრივ კონტექსტში, საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის არგუმენტების გაძლიერების ან შესუსტების და პოზიციების გაძლიერების ან შესუსტების კონტექსტში, რა დააზიანა ამ ერთმა კაცმა თითქოს ერთი განცხადებით. პირველ რიგში საქართველოს ღირსება. ყოველ ჩვენგანის ღირსება, ყველა იმ წინაპრის ღირსება, რომელსაც უომია საქართველოსთვის, ყველა იმ ადამიანის ღირსება, რომელსაც უშრომია საქართველოსთვის და ყველა იმ ადამიანის ღირსება, რომელიც ქართველად დაიბადება ამიერიდან. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა ესეთი ქვეყანა, რომელსაც არ ახსოვს თავის მოღალატეები. და დღემდე თქვენ იცით, გვარებს იკეთებს ხალხი, იმიტომ რომ არ გაახსენდეს მათთან შეხვედრისას ადამიანებს ის ხალხი, ვინც უღალატა საქართველოს და ასეთი. ისე ხა დავფიქრდი მართლა და მართლა ეგრეა. ბევრი საუკუნის წინიდან მოყოლებული, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დასაწყისით დასრულებული, ეს გვარები მართლა ყველა მიცის, ხო? და უფრო ძველი გვარები აღარ არსებობს და არა იმიტომ რომ ისინი ვინმე მომწყვიტა, უბრალოდ აღარავინ ისურვა, რომ იმ გვარზე რაღაცნაირად ბუნებრივად გაქრა. გაჩენილიყო, ხო? მე ყოველ შემთხვევაში ბევრი მოღალატის გვარი არის. ისტორია იმახსოვრებს ყველას. მიუხედავად სტატუსისა, პატარა ქალაქის გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარეა ის თუ არა, პატარა ფეოდალია თუ დიდი, თუ წარსულს გადავხედავთ? ეს არის კლასიკური ქართული ოცნების დეპუტატი. აი ნამდვილი. არაფერი ამ კაცს ქართული ოცნების კრიტერიუმებით არ დაეწუნება. ხო. ის არის იდეალური ქართული ოცნების დეპუტატი, მათ შორის ტენდერებში ჩართული. ძალიან დიდი ხანია იქ არის და აც მასთან განშორებას აპირებს ქართული ოცნება და აც ისაპირებს ამ თავის საკრებულოს თავმჯდომარესთან განშორებას, ხო? აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა ამ ხალხისგან განთავისუფლების გვაქვს, რომ ქვეყნიდან გაუშვათ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება და მას გაყვება ყველა ამგვარი მოღალატე, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ვიცით ერთი რამ. ეს არჩევნები არალეგიტიმურია, რომელიც ახლა უნდათ რომ ჩაატარონ, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც შიგნით მონაწილეობენ, ისინიც აღიარებენ, რომ ეს არჩევნები გაყალბდება, ამიტომ ამ მონაწილეობას რა თქმა უნდა საერთოდ ვერ ვამართლებთ და ის არის ამ პროცესის ღალატი რა პროცესშიც ვართ ქართველი ხალხი ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გათავისუფლების და ერთი რამ უნდა ითქვას. ამ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. არ შეიძლება ეს არჩევნები, რომელიც იქნება გაყალბებული და ყველა მისთვის ასე იქნება, რომელიც არ იქნება არჩევნები, დარჩეს ძალაში. არ შეიძლება ეს ადამიანი კვლავ იჯდეს ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ იმ სავარძელში, რომელშიც ძის დღეს. და თუ ეს არჩევნები მაინც უნდა გავაუქმოთ, რაღაცე შედიან ეს ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ისედაც გაყალბდება. ანუ რა გამოდის, რომ მათ უნდათ, რომ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდეს, წავიდეს ეს კაცი ამ ქვეყნის ძალაუფლების სადავე მიაგდოს და დარჩეს თქვა გორში საკრებულოს თავმჯდომარედ ეს კაცი და კიდე 4 წელი აიტანოს გორმა ეს სირცხვილი. აი ეს უნდათ? მაშინ თქვა რომ თუ აპირებენ. მოდით დავაკონკრეტოთ, რას ამბობენ ისინი, მათ უნდათ რამდენიმე ქალაქის მოგება, მინიმუმ აქცენტი აქვს თბილისზე, მათი კანდიდატების დასახელება. ანუ თუ ამ ქალაქებს მოიგებენ, კიდე ერთხელ ამბობენ თან რომ გაყალბდება. შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი, რასაც ისინი ამბობენ ხოლმე, ასეთ საუბრებში არის ის, რომ დაასუსტონ ქართული ოცნება და დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ აი რა ერთი ქალაქის გამოგლეჯა თუნდაც შესაძლებელია. როგორ დასუსტა ჩვენ ნახეთ. ერთადერთი მისი სისუსტე გამოვლინდა იმაში, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ მისი ხელისუფლება და ის დარჩა აუღიარებლად მთელ სოფლიოში, დარჩა არალეგიტიმურად საქართველოში და დაერია საკუთარ წევრებს. აი ეს უსტება ქართული ოცნება და ამ პროცესის დასასრული არის აი ის რეალობა, რომ მივიღოთ რა რეალობასაც თავს გვახსოვს ახლა ბიზინა ივანიშვილი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებით. აქედან გამომდინარე,
თუ რომელიმე ქალაქის მოგების იმედი ვინმეს აქვს, ეს გამორიცხულია ბიზნა ივანიშვილის პირობებში, ბიზნა ივანიშვილის არჩევნებით, ბიზნა ივანიშვილის ხელდასმის გარეშე. და თუ ვინმე უნდა გახდეს რომელიმე ქალაქის მერი, ან რომელიმე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ბიზნა ივანიშვილის ხელდასმით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ, რომ კიდევ 4 წელი ამ ხელისუფლების დასრულებიდან, თუ რამდენი დღეც არ უნდა იყოს, ბიზნა ივანიშვილის ხელდასმული მოღალატეები, აი ესეთი ხალხი როგორც არის დღეს გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, გვარის ხსენებაც არ მინდა, უბრალოდ ისეთი სამარცხვინო ადამიანია. ვახსენოთ დავით რაზმაძე. დავამახსოვროთ ბატონი რაზმაძე როგორც ქვია, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს ხალხი უნდა დარჩეს კიდე ხელისუფლებაში, ევროკავშირში შესულ საქართველოში, ხო? აი ეს ხო წარმოუდგენელია. მათი ძალაუფლება ხო იქ არანაირ ხალხის მანდატს არ ემყარება, ის ემყარება ერთადერთ საყრდენს, ეს არის რუსული მხარდაჭერა. ეს არის რუსული რეჟიმის რუსული მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ეს ხალხი უნდა დასრულდეს. სხვაშორის ამ კაცს გავიგერო თურმე უარესი რაღაცაც უთქვია ერთხელ და ეს ხო გინტურის შესახებ, რომ თუ ვიღაცას უნდა რომ დალიოს და იქეთ ამ ხარეს გადავიდეს. აი ესე თქვა ოკუპაციის ხაზზე თქვა რომ იქეთ ამ ხარეს გადავიდეს. და აი ეს სამარცხვინო ყოფა ამ ქვეყნის, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი წინაპრების საფლავები მოინახულონ ადგომას ან რომელიმე სხვა დღეს, ხო? როცა ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ შაბათკვირა გაატანონ დედებთან და მამებთან, იმიტომ რომ ისინი ევროპაში არიან, ენით აუწერელ შრომაში და ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს, რომლებიც ეკრანიდან იზრდებიან, ხო? როცა ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ მოილოცონ ილორი და ბევრი სხვა სიწმინდე, რომელიც საქართველოს წინაპრებს უშენებიათ, ხო? აი ამ სამარცხვინო ყოფას დაასრულებს მხოლოდ ბიზნა ივანიშვილის გაგდება ხელისუფლება. ბიზნა ივანიშვილს დაასრულებს მისი სრული უარყოფა და ართანამშრომლობა. სწორედ ეს ასუსტებს და ამიტომ უნდა რომ რაღაცნაირად მოგვიხმოს აი ამ სატყუარაში, რომელსაც დღეს ქვია ადგილობრივი არჩევნები, გუშინ ეთქვა პარლამენტში შესვლა, იქამდე ერქვა სხვა პარლამენტში შეცვლა 2020 წელს და ეს ერთხელ უკვე შეეშალა ხო ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილს და შევიდა 2020 წელს გაყალბებული არჩევნების მერე პარლამენტში და არ შეიძლება ვიმეორებდეთ ერთ-ეგივე შეცდომებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გზა რომელიც ავირჩიეთ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ არ შევედით პარლამენტში, აღმოჩნდა სწორი. ამ გზამ გაუკვალა გზა ევროპას და დემოკრატიულ სამყაროს იმისთვის, რომ არ ეღიარებინა ბიზნა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში. როგორ გრძელდება ეს გზა? ეს გზა გრძელდება სწორედ ჩამოშლით და ასევე საგარეო წნეხით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ამ ორი პარტიისგან ხშირად ისმის გიორგი მთავარი ასეთი აი წინა რესპონდენტმაც ეს თქვა, რომ ჩვენზე თავდასხმით არიან დაკავებულები და სხვას რას აკეთებენ, ნუ ეს აქტიურობა თქვენი აი გზის ჩვენება, თქვენი გამოსავლის ჩვენება უფრო მეტად ხომ არ უნდა იყოს პარტია ვიყავით, თქოს ქართულ ხარტიას ხელი მოაწერა და მას შემდეგ დღემდე არავიზე თავდასხმა არ ყოფილა ჩვენი პარტიის დღის წესრიგი და არც იქნება. ამბავი არის ჩვენი რა გწამს იმის შესახებ. თუ ჩვენ გწამს, რომ ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლება არ ემყარება ქართული ხალხის ლეგიტიმაციას, არ შეიძლება ამ ხელისუფლების რაიმემგვარ გახანგრძლივებას ხელს უწყობდეთ. ეს გახანგრძლივება იქნება გორის საკრებულოში თუ თბილისში პარლამენტის შენობაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ასუსტებთ რეჟიმს? როგორ ვასუსტებთ რეჟიმს? რეჟიმს ვასუსტებთ პირველ რიგში მისი უარყოფით, ასევე მუდმივი პროტესტით, რომელიც კიდევ უფრო მზად და კიდევ უფრო აქტიური გახდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუიანის ფორმატში ძალიან ბევრი საინტერესო აქციაა დაგეგმილი უკვე. მომდევნო დღეებიდან მე ვფიქრობ, რომ გველოდება ძალიან საინტერესო შემოდგომა, რომ ძალიან ბევრი ისეთი თარიღით, ძალიან ბევრი ისეთი აქციით, რომელსაც ძალიან ბევრი ჩვენი გულშემატკივრებიც კი არ ელოდება და მე ვფიქრობ, ეს ყოველთვის იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან ანუ აქტიური შემოდგომა გველის. ამას ხომ არ შეუშლის ხელს ამ პროტესტს გიორგის, რომ აი მაგალითად ცალ-ცალკე იპატიჟება ეს ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ხალხს საკუთარი აი ტაიმლაინი აქვს რაღაც აქციების. თქვენ ახსენეთ რუიანის მაგალითად ხომ? არის 4 ოქტომბრის აქცია დაგეგმილი პაატა ბურჭულაძისა და ასევე ხაბეიშვილი არის აქტიურად ამის ასე ვთქვათ მომწოდებელი რომ შეიკრიბონ ადამიანების სტრატეგიებში არ თანხვედრას მოყვება ხოლმე მწვავე განცხადებები. ეს აბნევს თუ არა თქვენი აზრით კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, იმიტომ რომ არ მგონია და ალბათ ამაში მეთანხმებით, რომ საზოგადოება მაინც და მაინც რომელიმე პარტიის მომხრეებად იყოს ახლა დაყოფილი. ეს არის ალბათ პირველი მომენტი ამ პროტესტის ისტორიაში, როცა პარტიულზე მეტად სხვა რამ აერთიანებს ამ ხალხს, ვინც პროტესტშია. პირველ რიგში აერთიანებთ რუსთაველის გამზირი. და რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომელიც არის სიმბოლო საქართველოში
იმისა, რომ ქართველი ხალხი ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლებას არ შეეგუება. არ შეეგუება არც ერთი დღე. მაგრამ პროტესტი არის ბათუმშიც, პროტესტი არის ქუთაისშიც. უბრალოდ ამის ყველაზე სიმბოლური გამოხატულება რუსთაველის გამზირით, რომ შესანიშნავი მარშები და ძალიან გაუტეხელი ხალხი არის ყველა საქართველოს ქალაქში და რაც თავარეს ქართული ოცნება ეზიზღებათ ყველგან. ეს არის თავარი და ამ ვერდიქტს, რომელიც ქართულ ოცნებას უკვე ქართულ ხალხს გამოიტანა, ვერაფერი ვერ გადაარჩენს ქართულ ოცნებას ამ ვერდიქტისგან, მაგრამ ამბავი რაც ჩვენ გვინდა რომ ყველას გავაგებინოთ არის ის რომ სინამდვილეში ყველა დღეს როდესაც ბიზნეს ივანიშვილის ძალაუფლება იქნება ამ ქვეყანაში ჩვენ ვიდგებით რუსთაველს აუცილებლად ყველა დღეს იქნება ეს 3 ოქტომბერი, 5 ოქტომბერი, 6 ოქტომბერი თუ შეიძლება დასრულდეს რა ვიცი 1 სექტემბერს იმ დღესაც როცა დასრულდება იქ ვიქნებით და ყოველ დღე მანამ სანამ არ დამთავრდება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის ერთი რამ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ ერთიანობას და აქედან გამომდინარე მე არ ვფიქრობ რომ გასხოვები ამ შემთხვევაში რაღაცნაირად თავდასხმების საფუძველი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა ხალხი იბრძოდა ერთიანობისთვის და სად გადიოდა ერთიანობის ზღვარი. რა როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მაგალითად თუნდაც ქართული ქარტიის ფარგლებში რა ნაბიჯებს შემოქონდათ ხოლმე ეს განხეთქილებები, ხო დღეს მაგალითად ზუსტად ის ორი პარტია არის სხვა მხარეს და არჩევნების მხარეს, რომელიც ორი პარტიაც ხშირად იყო ხოლმე განხეთქილების ასე ვთქვათ შემომტანი, მაშინ ქართული ქარტიის დროს და ერთხელ გაერთიანებად წადეს და ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს არ შეუძლიათ და აქედან გამომდინარე, რაც მე მინდა რომ გითხრათ არის რომ სინამდვილეში ჩვენი ერთადერთი გამარჯვების გზა არის უარყოფა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის. უარყოფა ყველაფერს, აი მაგალითად თუ ქართული ოცნების არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არ ქვეყნებს არჩევნებს, არ შეიძლება რომ ჩვენ ამას ვთანხმდებოდეთ, იმიტომ სინამდვილეში არ არის ჩვენი პრეზიდენტი. მისი დაცვაც კი არ გამოიყურება როგორც პრეზიდენტის დაცვა, რომ გადავიღოთ, ვერ გაიგებთ ეს, აი მართლა გეუბნებით, ფარცხალაძის დაცვა თუ საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ვერ გაარჩევთ, ისეთ ჩაცმული ხალხი არის იქ. აქედან გამომდინარე, აი რაღაც ესეთ ძალაუფლებად ყალიბდება ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც აი ყოველ დღე ელოდება დამხობას და გაქცევას და სინამდვილეში ეს სიმართლეა. იმიტომ რომ აი ერთ დღეს როგორც ბაშარ ალ-ასადმა დაიბარა თავისი პროპაგანდისტები, თავისი შალვარამიშვილები, თავისი რუხაძეები, თავისი პრემიერ-მინისტრის კობახიძის კოლეგა ადამიანი, ხო? და არ დახვდა იმ ოთახში, რომელშიც ჰქონდა შეხვედრა და დახვდა მოსკოვში ამ შეხვედრას, ხო? ზუსტად ასე იქნება ერთ დღეს. იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რა ხდება ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ არავინ აღიარებს ამ ხელისუფლებას და ეს ამბავი დამთავრებულია. თვითონ ბიზნეს ივანიშვილმა იცის, რომ ეს ასეა. და ამას მოწმობს ზაზა შათრიშვილის წერილები, რომლებიც ყოველთვის ახმოვანებენ ხოლმე ბიზნეს ივანიშვილის პოზიციას, იმიტომ რომ ეს ისეთი კაცი, რომელსაც მაამებლური ის ახასიათებს. მარკოვი შეიყვანეს რუსეთში უცხოელი აგენტების სიაში, საკუთარი პროპაგანდისტებს ასე ექცევა კრემლი და თუ გადავხედავთ, როგორ ერთ-ერთში ნაბიჯებით მიდის საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი, კრემლის უკვე გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, მაინც და მაინც მშვიდად შათრიშვილის ადგილას არ ვიქნებოდი მე პირადად. არც არის, თვითონ დაწერა ზაზა შათრიშვილმა, რომ არაფერს კარგს აღარ ელის ქართული ოცნება ტრამპისგან, ხო? და ტრამპი deep state-ი აღმოჩნდა. ეს რას ნიშნავს ესე იგი, რომ ტრამპი ჩვენსკენ არ იქნება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ იციან, რომ იქიდან წამოვა სანქციები კიდევ უფრო მალე და კიდევ უფრო ბევრი, რაც მათ დეზინტეგრაციას კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რო ვინმესთვის რა ვიცი, გვეთქვა მაგალითად რამდენიმე თვის წინ, რომ იქნება სიტუაცია საქართველოში, როდესაც ყოფილ, რა ვიცი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს დაჭრიან თუ თვითმყოფობას აიძულებენ გაურკვეველია, ხო, მაგრამ ეს ხო კარგი ამბავი არ არის, არ შეიძლება, ხო, ეს მისაღები იყოს ვინმეს საქართველოში. ყოფილ თავდაცვის მინისტრს ესე დღეს ჩააგდებენ, როგორ დღეს ჩააგდებენ ფულის გამო, იმ ფულის გამო, რომელიც მოპარეს საქართველოს მოსახლეობას, ხო? ჩვენ ხო ამას არ დავიჯერებთ, იმიტომ რომ მაშინ რამდენიმე თვის წინ, ხო, ბიზნეს ივანიშვილი ასოცირდებოდა დაცულობასთან, ასოცირდებოდა შემოსავალთან, ასოცირდებოდა უსაფრთხოებასთან. რომ გადააყენებდნენ. ვერ წარმოიდგინე, იმიტომ რომ თუ, რა ვიცი, იანვრის დასაწყისში ქართული ოცნების წევრების ოჯახებისთვის რო გვეკითხა რა იცავს დღეს ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმს და რა არის მასსა და დამხობას შორის, ხო? იტყოდნენ რომ ხარება, ჩვენ ხარებას იმედად ვართ, ხო? აღარც ხარება აღარ არის. არავინ აღარ არის. ბიზნეს ივანიშვილთან სიახლოვე ასოცირდება რასთან? დასუსტებასთან, სანქციებთან თუ ის ჩვენთან კარგად არის და თუ ის ჩვენთან კარგად აღარ არის, მაშინ ბიზნეს ივანიშვილის ხალხი სადღაც სადაფში აღმოგაჩენს, სადაც იმპულსს აგათმევენ, რომელიც როდესღაც მან გიბოცა. აი ეს არის სინამდვილე.
აი ახლა არავის ქართული ოცნების კლანის წევრებზე მეტად არ უნდა რომ დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდეს სინამდვილეში და ლოცულობენ დარწმუნებული ვარ ამაზე. იმიტომ ზუსტად იციან რომ ის ხელისუფლება რომელიც მოვა, რომელიც იქნება კოალიციური, რომელიც იქნება ევროპული, რომელიც შეიყვანს ამ ქვეყანას ევროკავშირში, არასდროს მათ ისე არ მოექცევა, როგორც რიჟვაძეს მოექცა ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი. და სწორედ ამიტომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ. არ უნდა ვითამთ არ უღალატოთ იმ ხალხს რომელიც დღეს ციხეშია და დღეს კიდევ ნაწამეება ადამიანს მიუსაჯეს, ხო? და ეს არის ზუსტად ქართული ოცნების წესრიგი ამ ქვეყანაში, რუსული წესრიგი, რომელიც არ შეიძლება რომ დიდხანს გაგრძელდეს. იმიტომ ჩვენ გვახსოვს შემთხვევა, როდესაც ორი ავაზაკი დაესხა მარშს თავს კოსტავაზე კინოამინანტად. ხო თუ გახსოვთ და მაჩეტე ჰქონდათ როგორც მახსოვს, ერთად გადაღებულიც არის, ხო? იმ ორ ავაზაკს მე მგონი საერთოდ არაფერი 1.500 ლარი მიუსაჯა ჯარიმა და მეორეს რაღაც ადმინისტრაციული შენიშნათ რომ რაღაც ესეთი გამოუწერა სასამართლო. და დღეს იმ ხალხსაც მიუსაჯეს ციხე, რომელთაც უბრალოდ თავდასხმისგან თავი დაიცვეს რუსთავზე და ეს გადაღებულია. აი ესეთი უსამართლობა თუ არ გვინდა რომ გაგრძელდეს, ჩვენ არ შეიძლება რომ შევიდეთ ესეთ უსამართლობასთან თანამშრომლობაში, ან ვემზადოთ იმისთვის, რომ აუცილებლად ერთ დღეს დასრულდება ეს ხელისუფლება. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვართ ესეთ წინააღმდეგობაში, არ შეიძლება ჩვენ თავს ვიზღუდავდეთ ჩვენს უფრო ძლიერ და რესურსულ მოწინააღმდეგეს და სანამ ჩვენზე მეტი რესურსი აქვს, ჩვენ არ შეიძლება გვაწყობდეს, რომ რაღაცნაირად ჩვენ თავს დავაჯეროთ, რომ ერთი კონკრეტული დღე არის, რომელიც ეს ზუსტად ჩაგითვალათ ხაბეიშვილმა, თქვენ არა კონკრეტულად დღეს პოსტი ქონდა, თვითონ არ ჯერათ რომ რამე შეცვლიან და სხვა როგორ უნდა დააჯეროთ. მე რომ ჯერა, მაგიტომ არ შევედი პარლამენტში პირადად, ჩემი მეგობრებიც რომ ამიტომ არ შევიდნენ პარლამენტში, მე ვიცი რომ სწორედ ამიტომ 1000 საფრთხეს უმკლავდება დღეს ხალხი, მათ შორის ის ხალხი, რომელიც დღეს ციხეში, აი წარმოგიდგენთ, ამდენი ადამიანი დაიჭეს, ესეთი რამე საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ მოხდა და ერთი ადამიანი არ გატყდა. ერთმა ადამიანმა არ დაუკრა თავი ამ ნეშებს. მე ვიცი რომ საქართველო არის გაუტეხელი და საქართველო ეწინააღმდეგება ბიზნეს ივანიშვილს და არ შეიძლება არავის დამონათება ვინც ამას აკეთებს. ეს ერთი და მეოსეთი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ძალიან ცნობილი მაგალითია მათთვის, ვისაც ისტორია უყვარს, ხო? ბრიტანეთს როცა იპყრობდა რომის იმპერია 10 წლის მანძილზე ვერ მოახერხეს ეს. და ამ ბევრჯერ გადასმა აი ბოლო დიდი კამპანია რაც ჰქონდათ კლაუდიუსს 10 წელი იბრძოდნენ და კარაქტაკუსი იყო ესეთი მართველი კელტური ტომის, რომელიც ისე წინააღმდეგობას უწევდა, რომ ვერ დაამარცხეს ეს კაცი და მაშინდელი პარტიზანული ომი იყო და დაახლოებით ეხლა მაშინ კი არ არსებობდა ეს ტერმინი, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო. მე უელსში გადავიდა და იქიდან და მოკლედ მთელი ამბავი ამ რომის იმპერიის იყო რაღაცნაირად ეს კაცი დაეყოლებინათ ერთ ბრძოლას. მათ შორის მისი მხარდამჭერებიც ცდილობდნენ, ხო, ზოგი მართლა ჯეროდა, რომ ერთი ბრძოლით თუ მოუგებდნენ რომის იმპერიას, უფრო ადვილად დაიხსნიდნენ თავს და ამასაც ხო აქვს არსებობის უფლება. ზოგი დაინტერესებული იყო და იმიტომ ამბობდა ამას, ხო? რა წამს დაითანხმეს კარაქტაკუსი ერთ ბრძოლაზე, რომის იმპერიამ, რომელსაც მეტი რესურსი ჰქონდა, მეტი ჯარი ყავდა, დაამარცხა ის და მოკვდა ბრიტანეთის მაშინდელი ბრიტების, კელტების დამოუკიდებლობის კამპანია და რამდენი 100 წელი კიდევ რომის იმპერიამ. ისტორიაში ალბათ სხვა მაგალითებიც იქნება თქვენი საწინააღმდეგო ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ნამდვილად მიამიტური იქნება მხოლოდ ერთ მაგალითზე თანამედროვე არგუმენტაციის დაგეგმვა, მაგრამ თქვენ ჩამოთვალეთ თქვენი არგუმენტაცია. ყველა სოციალისტური რესპუბლიკის საბჭოთა უელიდან გათავისუფლების ისტორია არის ეგ. არც ერთი დღენი ბრძოლა. ხო, ეხლა განგზობითი ლოდინი ჩამოშლის ბოლო დღის ძმის გამოსვლა გამახსენდა და ესტონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავიხსენეთ ეგ ამბები. მახსოვს კი ბატონო, წინააღმდეგობა თუ არ წყდება, იმაზე მალე მოიტანს შედეგებს, ვიდრე ჩვენ მიიღებს შედეგს, ეს 100-ია. სულ ბოლოს ვიდრე გაგიშვებთ, უნდა გითხოთ თქვენ თქვით რომ შათერიშვილი წერს რომ ტრამპის იმედი ამოეწურათო და აი ეს რაც დღეს მსოფლიო ასპარეზზე ხდება, ჩვენ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ კონკრეტულად რა ხდება უკრაინა-რუსეთის ომში ამჟამად და რა შანსები აქვს უკრაინას რომ ეს ომი შეწყდეს ისე რომ ანუ საფრთხეების გარანტიები მიიღოს და სამართლიანი მშვიდობა დადგეს, მაგრამ აი რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ ტრამპის ბოლო განცხადებებიც მასაც თუ და ბოლო ფოტოებსაც თუ გავითვალისწინებთ რაც ედო არის რამე საიმედო ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთაშორისო ასპარეზზე? არ ამგონია სულ ამდენი რამის გამო თქვენ ახსენეთ ტრამპის ბოლო განცხადებების ფოტოებს, იმიტომ რომ დიპლომატიაში ხშირად ფორმა შინაარსიც არის ხოლმე და ეს სწორედ ის მომენტია, როცა მან ეს ფოტოები იმიტომ დადო, რომ ყველას კარგად გესმოდეს. პუტინი და თარჯიმანი და ხრუშოვი, ნიქსონი და თარჯიმანი და ერთეგეჟისტი თითით მინიშნება. ნიქსონი, რომელიც ძალიან ცნობილია იმით, რომ საბჭოთა კავშირის დასუსტებისთვის ალბათ რეიგანამდე ყველაზე მეტი გააკეთა, მათ შორის შემოატრიალა მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი
ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მოკავშირე ჩინეთი მის წინააღმდეგ და ამით არია მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარება. რა მოხდა დღეს, ხო? ტრამპს ეს პარალელი საინტერესოა, სხვა შორის ტრამპის ჩინეთთან დაკავშირებული მიზნების გამო. ჩინეთის ერთ-ერთი და მეორე მხრივ მაგალითისათვის, რო ავიღოთ რუსული ეკონომიკის საყრდენი. დია. დაახლოებით ნახევარს რუსული ეკონომიკური ასე ვთქვათ აი ნავთობის გაყიდვებისა შეადგენს ორი ქვეყანა. ჩინეთი და ინდოეთი. რა გააკეთა ტრამპმა ერთი კვირის წინ ტრამპმა რა გააკეთა? დაუწესა ტარიფები, რაღაც ბევრი ყურადღებაც ვერ მიმაქციეთ ისეთი ამბები. კი, დაუწეს მოყევით. სამდროში რა ხდება? რომ აი ეს ნახევარი თუ შემცირდა ეს თავის მხრივ არის ხან მესამე და ხან ნახევარი ბიუჯეტის შემოსავლა. ზუსტად ამიტომ იყო რომ ევედროს გაღრმავებაზე ისაუბრეს. ევედროს მოდის იმისათვის რომ რაღაცნაირად იქნებ ამ ტარიფებს გაუძლონ და სინამდვილეში რატო ითრევდა ფეხს ამერიკა ამაზე? იმიტომ ითრევდა ფეხს რომ მათ ჭირდება ძლიერი ინდოეთი ჩინეთის საპირისპირწონეთ. დია. ვინაიდან მათ დავა აქვთ ხო ტერიტორიული ერთმანეთში. მაგრამ როდესაც მან ნახა რუსეთს ეწნეხი არის გასაძლიერებელი, ჩვენ კარგად ვიცით რომ თვითონ ნავთობის შემოსავლები წლიდან წლამდე დაახლოებით მესამედიდან ნახევრამდე მერყეობს რუსეთის ბიუჯეტის. და ამ შემოსავლის ნახევარი ჩინეთზე და ინდოეთზე მოდის. და ტრამპმა იპოვა გზა როგორ შეამციროს ეს ნახევარი. ანუ რუსეთს აღარ აქვს ძალა რომ თავისი პირობებით მოახვიოს ზავი უკრაინას თავს. და უკრაინის პირობებით ზავს უკან უდგას მთელი ევროპა და მთელი დემოკრატიული სამყარო, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტიც უკვე დათანხმდა ამ მდგომარეობას, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით ერთი რამ. რეგიონში შემოდის ნამდვილი დემოკრატიული მშვიდობის გარანტიები. ეს ჩვენ ნახეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის მაგალითზე, რომელთა კონფლიქტის 36 წელი მიდიოდა, მათ შორის დაიწყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დრო იყო და საბჭოთა კავშირი შეეძლო ერთი ბრძანებით შეეჩერებინა ეს კონფლიქტი და გააკეთა. მერე მთელი ეს 36 წელი რუსეთი იყო სტრატეგიული პარტნიორი არა მხოლოდ სომხეთს, არამედ აზერბაიჯანისაც. და მის ინტერესებში თუ ის დემოკრატიული ძალა, თუ ის ხალხზე მზრუნველი ძალა, თუ ის მეგობრებზე მზრუნველი ძალა, ყოველთვის იყო, რომ მოეგვარებინა ხელში ეწყო ამ პრობლემის პრობლემას. მაგრამ რუსეთი ეგ მხოლოდ ომია. მაგრამ მას უნდა სუსტი მეზობლები, მასზე დამოკიდებული მეზობლები და არა ევროკავშირისკენ მიმავალი მეზობლები, რასაც დღეს სომხეთი აკეთებს, ხო? აქედან გამომდინარე რა გააკეთა რუსეთმა? მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ამ კონფლიქტის გაღვივებას და მეზობლების და მეგობრების დასუსტებას. რა გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატებმა? პირველივე მცდელობაზე 100 წლიან მშვიდობას მოაწერინა ხელი და რეგიონში ზანგეზურის დერეფანის ხარჯზე შემოიყვანა პირდაპირ ამერიკული ინტერესები. ანუ ეს ქმედითი ნამდვილი მშვიდობა იქნება და არა რუსული მშვიდობა, არა რუსული წესრიგი, რომელიც სინამდვილეში არის აი ეს მაჩეტეთის სირბილი მათ წინააღმდეგ ვინც არ მოგწონს და მერე სასამართლოს მიერ მიღებული უბრალოდ გაფრთხილება. მათ მიმართ ვისაც ქვეყნის ხალატი აქვს სინამდვილეში ჩაფიქრებული და იმ ადამიანების დასჯა, რომელიც ღირსებით ემსახურებოდნენ ამ ქვეყანას. სად არის ამ დროს საქართველო გულშემატკივრის პოზიციაში, რომ უკრაინამ რაც შეიძლება საქართველოს რეჟიმს გულისხმობს და არა მოქალაქეებს. საქართველოს რეჟიმი რუსეთის გულშემატკივარი. საქართველოს რეჟიმს ძალიან გული დაწყდა, რომ ევროპელები ჩავიდნენ უკრაინასთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ მათი მთელი პროპაგანდა ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენ არავინ მოგვხედავს. ხო, ჩვენ მარტო დავხტოვებენ. არა და უახლესი ისტორია საპირისპირო სამტკიცებს და ჯერ ესეთი ჯერ კიდევ ჩვენ მიუხედავად აი ამ სომხეთსა და აზერბაიჯანის დიდი წინსვლისა, ჯერ კიდევ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია 5-დან 7 წლამდე პერიოდში გახდეს ევროკავშირის წევრი რეგიონში არის საქართველო. ჯერჯერობით ამ შანსს ართმევენ ძალიან დიდი მონდომებით. როგორც კი გაუშვებთ ქართლის ოცნების ხელისუფლებას იქ სადაც მისი ადგილია ისტორიის. დიდი მადლობა გიორგი იმედაშვილი, კოალიციაც ცვლილებისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენი სტუმარი.